შეგიძლია ნახო. Daždიან banditები, ცხოველები და საშინელი ადამიანები, მაგრამ იმაზე ძლიერად ვერ დავარხამ, ვიდრე უკვე დავარხით. ეს არ მაკვირვებს. სამი ახალგაზრდა პროტესტის გამო სიკვდილით დასაჯეს. უნდა მივაცილოთ ეს გემები ხორმუზის სრუტეში, იქნება თუ არა მოკავშირეები. ჩვენ იქ ძალიან კარგად ვართ, ზოგადადაც კარგად ვართ, იცი? ჩვენ სრუტეს არ ვიყენებთ, ივოჯიმა არ იყენებს და არ ჩირდება. ევროპას, კორეას, იაპონიას, ჩინეთს და სხვებსაც ჩარტვა მოუწევ. ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ გსურთ რომ სამხრეთ კორეა მხარს უჭერდეს შეერთებულ შტატებს. დიახ, რა მოხდა? ჯერ კიდევ გსურთ სამხრეთ კორეის მხარდაჭერა. მიყვარს სამხრეთ კორეა, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს სამხრეთ კორეასთან. ჩვენ ძალიან ვეხმარებით სამხრეთ კორეას. ბატონო პრეზიდენტო, გჯერათ რომ ისრაელი ომს მაშინ დაასრულებს, როცა თქვენ მზად იქნებით. გონია რომ კი, ურთიერთობა ძალიან კარგია, ასე ვფიქრობ. ჩვენ დაახლოებით ერთსა და იმავეს გვინდა, იცით რა გვინდა? გვინდა გამარჯვება, ორივეს გვინდა და სწორედ ამას მივახციეთ. Სუსტად როგორ იმოქმედებენ, იცით? გეგმა არის, მაგრამ როგორ უთხრა ეს ჟურნალისტს? თუ ამას ჟურნალისტს ვეთყოდი, მარკო მეტყოდა, თქოდ ბატონო, მოდით სწრაფად წავიდეთ ვეთფრენთან. ვერ გეტყვით, ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელზეც ხალხი საუბრობს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ იქ ხართ. ეპიკური რისხვა, როგორ ზემოქმედებს რუსეთ-უკრაინის დიალოგზე, რას ფიქრობთ? მოლაპარაკებები ეხლა მეორე პლანზეა, ამ ეტაპზე არა, ამაზე ვსაუბრობ. ფიქრობ ეს გადაწყდება, როცა მოლაპარაკებების შემდეგ რა უნდა დაელოდებით. ისინი თითქმის ყოველდღე ტარდება, დიდ პროგრესს ვაღწევთ, ბატონო. რას გულისხმობთ, როცა თქვით, რომ ომი ირანში სამხედრო თვალსაზრისით მოიგეს? მან თქვა, რომ ეს სამხედრო გამარჯვება იყო. ფიქრობ, რომ მოვიგეთ, დავამარცხეთ მათი საზღვაო ძალები, სახაერო ძალები და ანტისახაერო დაცვა, ყველაფერი დავამხეთ. თავისუფლად მოძრაობთ. ისინი სრუტეს მხოლოდ სამხედრო გზით ბლოკავენ, უკვე დამარცხდნენ. რამდენ ხანს ელოდება ამას ამერიკელი საზოგადოება? სულ დაგრძელება, დანაცხადეთ, რომ სივრცის დახსნა მხოლოდ სამხედრო საკითხია. საკმაოდ მარტივი, მაგრამ რას გულისხმობთ? ამით გულისხმობ, რომ ეს არის მარტივი სამხედრო მანევრი. ის შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ ბევრი დახმარება გჭირდებათ. იმ მხრივ, რომ გჭირდებათ გემები, გჭირდებათ მოცულობა. ნატო და სხვების დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არ გაუბედავთ და ჩვენ ეს არ ვიყენებთ. იცით რომ ეს მომენტში თავისით გაიხსნება, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ტერი და ისინი არიან ტერი. ისინი ავადმყოფი ადამიანების ჯგუფია. ლიდერობა აღარ არის. საზღვაო ძალები აღარ არის, საჰაერო ძალები აღარ არის, საჰაერო თავდაცვა, აღჭურვილობა რაც გქონდათ, რადარი რაც გქონდათ, ყველაფერი აღარ არის. ყველაფერი აღარ არის. თავად სრუტე როგორც ასეთი, კარგ საქმეს ვაკეთებ. კარგი იქნებოდა თუ ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, რომელიც ენერგიის 90% და იაპონია 95% იყენებენ, ამას გააგრძელებენ. კარგი იქნებოდა თუ ეს ქვეყნები ჩაერთვებოდნენ. ფიქრობ, კარგად გააკეთა. უშინ ლინცი გრეხემა ვთხოვათ გადახედოთ ამერიკული ბაზების არსებობას ევროპაში, ესპანეთსა და გერმანიაში, მას შემდეგ რაც მათ ჰორმუზის სრუტეში გააკეთეს. რა აზრი გაქვს? იმსახურებს, სწორად კითხულობს. ნატომ ძალა დაკარგა, რადგან ეს არ გააკეთა. მათ სრუტეში უნდა დაეხმარონ. ჰორმუზის სრუტიდან ბევრ ენერგიას იღებენ და თუ ლინცი გრეხემა ეს თქვა და არ დაგავიწყდეთ, ის ნატოს დიდი დამცველი იყო გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ახლა აღარ არის. ბევრი სენატორი და დეპუტატი გაბრაზებულია, რომ ნატომ არაფერი გააკეთა. საკითხი მთელი ერისთვისაა. კარგია, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა და დიალოგი განახლდა. დიალოგი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა არ მინდა, რადგან ის არ ხდება, როცა მეორე მხარეს ანადგურებ. მათ არ აქვს საზღვაო ძალები, არ აქვს საჰაერო ძალები, არ აქვს არანაირი აღჭურვილობა, არ ყავთ დამკვირვებლები, არ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა, არ აქვს რადარი და მათი ყველა ლიდერი ყველა დონეზე მოკრულია. ეს ჩვენი განზრახვა არ არის. მადლობ, ბატონო. 25 ცენტიანი კიდევ ერთი. მართლა მეგონა რომ ის ამბავზე რომ ჩაკ ნორისი გარდაიცვალა, ისინი მეგობრები იყვნენ, მან თქვა რომ ჩაკი შესანიშნავი ადამიანი იყო და ძალიან დამწუხრდა.
პრეზიდენტმა ძირითადად თქვა, რაც მათ სჭირდებათ და მან ეს უფრო ადრე ახსენა, როცა დღეს ტელეფონით ვესაუბრეთ, თქვა, რომ ეს საშიშია. რა თქმა უნდა, მაგრამ ქუჩებში დიდი ძალის მობილიზება მაინც რთული არ არის. ეს ქვეყნები გაერთიანდნენ, რომ იაპონიის სრუტის ენერგია გამოიყენონ. ბოდიშით დავბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ პასუხობს რამდენიმე კითხვას. ულახtildeად რო თქვა უკვე დრო იყო. ეს ჩემს დაბადებამდე უნდა გაკეთებულიყო. რატო გააკეთეთ? ბატონ პრეზიდენტს აკრიტიკებთ. მესმის ბატონო პრეზიდენტო, ბიულეტენმა აჩვენა, რომ მაგას მოძრაობა და რესპუბლიკელები თქვენს გარშემო ერთიანდებიან. ცნობების მიხედვით აშშ-მა შესაძლოა 2500 საზღვაო ქვეითი ახლო აღმოსავლეთში გაგზავნოს. გეშინიათ, რომ ასეთი ნაბიჯი შეიძლება ამ ერთიანობას საფრთხე შეუქმნას. არ ვიცი, როგორ ჩანს დიდი მხარდაჭერა, რადგან CNN-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩემი მხარდაჭერა 100%-ია. მათ თქვეს, ასეთი კვლევა არასდროს უნახავთ. CNN-ის კვლევაში წერია, ჩემი მხარდაჭერა 100%-ია, რაც ჩემთვის დიდი პატივია. დამიკვირდა რომ CNN-მა ასე მოიქცა. ჯართან დაკავშირებით ვერ გეტყვი, რას ვაკეთებთ? რასაც ზუსტად ახლა ვაკეთებ ბატონო, თქვენ გააკრიტიკეთ ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა. ამ კვირაში. დიახ, ძალიან გამიკვირდა. ავსტრალია და მათი ქმედებები ძალიან გამიკვირდა. კარგი, ისინი უნდა ჩაერთონ და ცოტა გამიკვირდა რომ უარი თქვეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ. დიახ, ეს ავსტრალია უარი თქვა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აშშ სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის დასაცავად საჰაერო ბაზების გამოყენების უფლება მისცა. გაერთიანებული სამეფოს პასუხი ძალიან დაგვიანდა. ეს მაგვირებს, რადგან ურთიერთობა კარგია და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ისინი პრაქტიკულად ჩვენი პირველი მოკავშირეები იყვნენ მსოფლიოში და არ სურდათ რომ იმ კუნძულით გვესარგებლა, რომლის უფლებებიც უბრალოდ დათმეს. უწფელად რო თქვა, გაერთიანებული სამეფოსგან ცოტა გამიკვირდა. მათ ბევრად უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა. მას საბოლოოდ ყველა გადადებული დავალება შეასრულა. შეძლო გადადებული დავალების შესრულება. იურიდიული რეგისტრაცია კიდევ არის ჩვენთან. აქ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა. ამ მომენტში აუდიო დავკარგეთ. მაგრამ პრეზიდენტი, როცა გაერთიანებულ სამეფოზე საუბრობდა, ძალიან გაკვირვებული დარჩა, რომ მათ დიეგო გარსიას კუნძული დათმეს. ახლა ის დაბრუნდა. დაბიგდი ამაზე. ყველაფერი კარგად იქნება, თუ უკვე უბრალოდ ცუდია. სარა კარგი კალია. ნავთობის ფასი ჯერ გაიზარდა, მერე მკვეთრად დაეცა. აიწევს, ჩავდივარ. ნავთობის ფასი ჩავდივარ. არა, ჩვენ არ გადავცელთ ბრიტულიანას, ტერორისტებს და ჩვენ ვცემთ მას. მისი საზღვაო ძალები გაქრა, მისი სააერო ძალები გაქრა, მისი ლიდერები წავიდნენ, მისი ანტისაერო დაცვა გაქრა, ყველაფერი გაქრა. და არა, სიმართლე რო გითხრათ, მე უფრო უარეს ველოდი, მართლა შემეძლო ამის წარმოდგენა. მეგონა რომ მაშინ ნავთობი ბევრად უფრო გაიზრდებოდა. კარგი, ჩვენ ახლახან დავამყარეთ. ყველა რეკორდი, ყველა შესაძლო რეკორდი. დაუსთან ამ კომპანიასთან 50000-ზე, S&P 8000-ზე, 7000-ზე ინდონითა და სიჩქარით, რაც აქამდე არავის უნახავს. მაგრამ თქვი რომ ამ გზით უნდა ავიდე და პატარა მოგზაურობა უნდა გავაკეთო. უნდა ავიღოთ ეს. ის დაეთანხმებოდა, მაგრამ ამას არ ითქვის. და ეს ვიდა პატრიკის რე არ არის ვადაჟორის. რას აკეთებ ამ ჰალსტუხით? მაგრამ ქონდა მოხოვული გზა და საქმეები მოვაგვარეთ. ჩვენ ამას ვაკეთებ და გეტყვით, გონია რომ გრაფიკზე რამდენიმე კვირით წინ ვარ. სახელმწიფო მდივანი კმაყოფილია. კითხვა გაქვთ მარკოსთვის. დიახ, კარგი, მალე შეიძლება მოხდეს. კუბა კატასტროფაა თავისი კომუნისტური მთავრობის გამო და ეს არ მუშაობს. დღეს ახალი არაფერია გარდა იმისა, რომ ეს უკვე 67 წელი არ გრძელდება. ისინი კატასტროფა არიან. რას ამბობენ სენატორი კოლეგები Save America აქტის დამტკიცების შანსებზე? კარგად ჩანს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ეს ამორჩევლის პირადობის მოწმობაა. მოქალაქეობა საჭიროა ხმის მისაცემად, კარგ რაღაცებს ვისმენ. მესმოდა, დემოკრატები ამორჩევლის პირადობის და მხოლოდ მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის წინააღმდეგი არიან. ისინი ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგნი არიან და ტრანსგენდერულ თემას ბავშვების დასახიჩრებას უკავშირებენ. ყველა ის საკითხი, რაზეც ვსაუბრობდი, იცით, ჩვენ დავამატეთ 2
იცით, დავამატეთ ორი პატარა ელემენტი, მამაკაცები, ქალთა სპორტის მიღმა, ხომ ასეა, თქვენ იცით ეს. ჩვენ ეს დავამატეთ. და როცა ყველაფერს აჯამებ, იქნება ეს 4 თუ 5, ფიქრობ ეს ყველაფერი წარმოადგენს პრობლემების 95-დან 99%-მდე. დავიგერო წინ მიდის. ნახე, ეს უნდა იყოს მარტივი დასამტკიცებლად. ჩვენ გვჭირდება ხმები. დემოკრატები უარყოფენ ამ მომშევლის იდენტიფიკაციას, დიფიკაციას და მოქალაქეობის მოთხოვნას ხმაზე, რადგან თაღლითობენ. ჩვენ კი გვინდა, რომ ხმის მისაცემად მოქალაქეობა დაამტკიცო. დემოკრატებს ეს არ უნდათ, იცი რატო? იცი რატო? მათ თაღლითობა უნდათ. პიტერ, მოდი სასიამოვნო თემაზე ვისაუბროთ. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დარბაზი. ასეთი რამ არსად არსებობს. და დღეს მათ დაიწყეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბეტონის დასხმა, რაც კი ოდესმე ვაშინგტონში უნახავთ. ის აშენებს ამ შენობას. ეს ოდესმე გაგაღვიძებებია. მიხარია, როცა ბატისტაკების სმას ვისმენ. ჩემს სოს არ მოსტონს, მაგრამ მე მიყვარს ბეტონის და ბატისტაკების სმა. როგორ ხართ ბატონო პრეზიდენტო? ერთი კითხვა, როგორ ხართ, როგორ მიდის საქმეები? ყველაფერი კარგადაა? თქვენ უსმენთ პრეზიდენტს, ცოტა ხმაურია ვერტფლენის გამო, მაგრამ მან თითქმის ყველას გაესაუბრა. სანამ ისაუბრობდა, მან ისაუბრა ამერიკის გადარჩენის აქტზე და ამ მომრჩევის იდენტიფიკაციაზე. თქვა, რომ მისი მიღების შესახებ კარგი რამეები იყო. როგორც აღნიშნეთ, ის იყო სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ერთად. პიტერ დუსიმ კითხა კუბასთან დაკავშირებით განვითარებაზე და მან აღნიშნა, რომ ქვეყანა წლებია იტანჯება. იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებებით მალე დასრულდება. ბევრი რამ განიხილეს, როცა ის რიგს მიუყვებოდა, მათ შორის უკმაყოფილება ნატოს პარტნიორებით, განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფოთი. პრეზიდენტი უკმაყოფილოა მათი პასუხით და ირანში ინიციატივაში დახმარების ნაკლებობით.